ძალიან სამწუხაროა და ცინიკურია ის ფაქტი, რომ ისეთი ადამიანები მუშაობენ ბრჭყალებში დღეს ფასების შემცირებასთან დაკავშირებით, ამას მუშაობასაც ვერ დავარქმევთ, იმიტომ რომ ფარსია ის, რაც დღეს პარლამენტში ხდება, რომელმაც საერთოდ არ იციან ადამიანების გასაჭირი, ძალიან კარგად არიან თვითონ ფინანსური მდგომარეობით, რამდენიმე მათ შორის არის მულტიმილიონერი და იმასაც კი აცხადებენ კომისიაზე, რომ საქართველოში მოშიმშილე ბავშვები არ არსებობენ. ამიტომაც მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილებაც სწორედ ცინიკური გადაწყვეტილება იქნება. რა თქმა უნდა, ამ ქვეყანაში ეს ფასადურად შექმნილი კომისიებით არანაირი წინსვლა არ იქნება, რა თქმა უნდა, არც ფასების ცვლილებები, ფასების ცვლილება რომ მოხდეს, გააზრებული ეკონომიკური პოლიტიკა უნდა არსებობდეს ქვეყანაში, უნდა იყოს ინვესტიციების შემოდინება, უნდა იყოს სახელმწიფო მმართველობაზე და დემოკრატიულ პროცესებზე ორიენტაციის მქონე ხელისუფლება, მაგრამ დღევანდელი ხელისუფლება დაკავებული არის ჩვენი მთავარი მხარდამჭერების, ჩვენს ქვეყანაში ფინანსური სტაბილურობის გარანტი ევროპული ქვეყნების, ამერიკის შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთის წინააღმდეგ ყოველდღიური გამოსვლებით და ნაცვლად იმისა, რომ აკეთებდნენ სახელმწიფოებრივ პოლიტიკას, ისინი ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკის შემოქმედებები არიან. ამიტომ მათ მიერ დადებული დასკვნაც იქნება ფარსი და ეს იქნება კიდევ ერთი დაცინვა ქართველი ხალხის. რეალური კრიტერიუმები, რაც არის ქვეყანაში სიღარიბის, უნდა ნახონ საზოგადოებრივი ტრანსპორტში მოსარგებლე ადამიანების, უნდა ნახონ ნაგავსაყრელებთან რა ხდება, უნდა ნახონ ყოველდღიურად რამდენი ადამიანი ვერ იღებს სამედიცინო დახმარებას, რამდენი ბავშვი არის მშიერი, მაგალითად ძლიერ საქართველოს ლელომ ყველა თვითმმართველობაში დააყენა საკითხი უფასო კვების სკოლებში. ამასაც კი არ დაუჭირეს მხარი და პირდაპირ წავიდნენ წინააღმდეგ ჩვენი ხედვების. ამიტომაც ამ ხელისუფლებას, ქართულ ოცნებას აბსოლუტურად არ ესმის ქართველი ხალხის საჭიროებები. ამის დასტურია ის ფაქტიც, რომ საქართველოდან სკოლის მოსწავლეები ბოლო წლების განმავლობაში უკვე 23,000 ბავშვი არის დასული და სწავლა აქვთ მიტოვებული. ამის დასტური არის 700,000 და უფრო მეტი სოციალურად დაუცველი, საიდანაც ნახევარი უკვე არის ბავშვი. ამის დასტურია ის, რომ ვერ გაიგეს მოშიმშილე ბავშვების პრობლემა და ფასადურად რაღაც ფორმები შემოაქვთ სკოლებში, რომ მაშინ როდესაც არც ინფრასტრუქტურა არსებობს, არ არსებობს გააზრებული საგანმანათლებლო პოლიტიკა და მთლიანად გაუაზრებელი პოლიტიკის მსხვერპლი ხვდებით ჩვენი შვილები. ამიტომაც ვაცხადებთ წინასწარ, რომ არანაირი ფასების კლება არ მოხდება. ერთადერთი რის სინონიმადაც გადაიქცა ეს კომისია არის კვერცხი, რომლის ფასიც კი ვერ დააგდეს და ძალიან სიმბოლურია ესეც. კი ბატონო, და გავუტოვანა გადავიდეთ სხვა საკითხებზეც. კიდევ ერთი თემა, რომელიც ახსენა დღეს ირაკლი კობახიძემ იყო ანაკლის სპორტის მშენებლობის საკითხი, თქვა ისეთი რამ, რომ უახლოეს მომავალში გექნებათ სიახლეები ანაკლიასთან დაკავშირებით, რომელსაც საზოგადოებას გავუზიარებთ, დაველოდოთ მოვლენების განვითარებასო. ასევე თქვა, რომ ისაუბრა იმაზე, რომ არის ჩინური ინტერესი, რომ მიმდინარეობს მოლაპარაკებები ამ საკითხთან დაკავშირებით და ჟურნალისტის მხრიდან იყო არაერთი შეკითხვა ამერიკულ ინვესტიციებზე თუ არის საუბარი ან მსჯელობა ამ კუთხით გაქვთ თუ არა რაიმე ტიპის კომუნიკაციაო, რა კითხვაც ფაქტობრივად არ შეუმჩნევია კობახიძეს და მხოლოდ რაღაცა ზოგადი კომენტარი შემოიფარგლა, რომ უახლოეს დღეებში გეტყვით სიახლებსო. რა სიტყვით ამ თემასთან დაკავშირებით როგორ ფიქრობთ, საბოლოო ჯამში უნდა თუ არა ქართული ოცნების ხელისუფლებას ბიძინა ივანიშვილს ანაკლის სპორტის მშენებლობა თუ საკითხი არის ისე ვინ ააშენებს რეალურად ამ პორტს, ანუ რომელი ქვეყნის სადაური ინვესტიციით მოხდება ამ პორტის მშენებლობა? ლელო ძლიერი საქართველო იყო მუდმივად მხარდამჭერი და იქნება ანაკლის სპორტის, რადგანაც ანაკლის სპორტი უნდა გახდეს აუცილებლად ტრამპის გზის მთავარი კარიბჭე. ანაკლის სპორტს პირველი გემი უნდა მიეღო 2020 წელს, უნდა აშენებულიყო ქალაქი ანაკლია, ჩვენ 2 დღის წინ ვიმყოფებოდით ანაკლიაში და აბსოლუტურად განადგურებულია ის ინფრასტრუქტურაც კი, რაც აქამდე იყო გაკეთებული და რასაც საფუძველი ჩაეყარა კონსორციუმის მხრიდან. ამავდროულად კიდევ იმასაც ვხედავთ, რომ არანაირი დასავლური მიმართულებით მუშაობა არ გრძელდება. ჩვენ ვაცხადებთ, რომ საჭირო არის დასავლური ინვესტიციების ჩართულობით, მათი ფინანსური ინსტიტუციების ჩართულობით აშენდეს ანაკლის სპორტი.
ის არ თქვან, რომ რომელიმე ადმინისტრაციის პირობებში არ ყოფილა დაინტერესება. წინა ადმინისტრაციის პირობებში ამერიკის შეერთებული შტატების ჩვენ ვნახეთ, რომ სახელმწიფო მდივანმა პირველ ჯერზე, როდესაც საქართველოდან ჩასული იყო პრემიერი ბახტაძე, ახსენა ამ პორტის მნიშვნელობა, შემდეგ ჩამოსული იყო მაიკ პომპეო საქართველოში 2020 წელს და აქაც ახსენა იგივე მნიშვნელობა და ასევე ისიც თქვა, რომ აუცილებელია ამ პორტის ინვესტორები იყვნენ არა ის სახელმწიფოები, რომლებიც არიან მტრულად განწყობილები. ჩვენ ვნახეთ, რომ ხელახალი დაინტერესება გამოხატა ახალმა ადმინისტრაციამ, როდესაც სახელმწიფო დეპარტამენტიდან ერთი თვის წინ ჩამოვიდა წარმომადგენელი, ის თვითონ გაეშურა და ნახა ანაკლიის პორტის მშენებლობის დღევანდელი მდგომარეობა. მაგრამ ხედავთ, რომ აი არაფერი არ არის წინ წასული, რა უნდა იყოს გაკეთებული მაშინ, როდესაც საქართველოდან დასავლური ინვესტორები გააგდეს. აქ ჩამოსული იყო კონტი ჯგუფი, ჩამოსული იყო SSA მარინი, მიდიოდა მოლაპარაკებები ცერბერუსთან. ჩვენ ვნახეთ, რომ პირდაპირ გაყარეს ეს ხალხი საქართველოდან და ეხლა საუბარი ანაკლიის სპორტთან დაკავშირებით ჯერ ყოველი არჩევნების წინ ხო იწყებენ ამ თემას, მაგრამ დღესაც საუბარი იმაზე, რომ რაღაცა მოლაპარაკებები იქნება, ეს არის კიდევ ერთი რაღაც მათ მხრიდან ტყუილების მორიგი კასკადი. ეს სპორტი აუცილებლად აშენდება, ამ სპორტს აუცილებლად ავაშენებთ ჩვენ. ეს სპორტი უნდა იყოს უსაფრთხოების გარანტია ქვეყანაში. ეს სპორტი და ქალაქი ანაკლია აუცილებელი არის დეოკუპაციის მიმართულებით წინ გადადგმული ნაბიჯი უნდა იყოს იმ თვალსაზრისით, რომ აფხაზეთელები ელოდებიან ანაკლიის და პორტის აშენებას, მაგრამ ქართული ოცნება არაფერს არ აკეთებს იმ თვალსაზრისით, რომ რეალურად ხელი შეუწყოს მშენებლობის პროცესს. არ აკეთებს იმიტომ, რადგანაც აქვს კაპიტულანტური დამოკიდებულება რუსეთის ფედერაციის მიმართ. აი ეს არის პასუხი ამ ყველაფრის მიმართ. რუსეთს არ სურს საქართველოში ანაკლიის სპორტის აშენება, არ სურს ქალაქი ანაკლიის აშენება და აი ამას არ აკეთებს ქართული ოცნება სწორედ იმიტომ, რომ არის არ გაღიზიანების პოლიტიკაში რუსეთის ფედერაციასთან და კაპიტულანტურ დამოკიდებულებაში მათთან. კი ბატონო, და ბოლო კითხვა მინდა დაგისვათ ქალბატონ ლანა, რა სიტყვით საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით, რომელიც განხორციელდა მთავრობაში, გულისხმობ მდინარაძის სუსიდან ჩამოშორებას, გელაძის სუსში გადაყვანას, მდინარაძისთვის ჯერ არ არსებული სამინისტროს შექმნას, თავად კობახიძესაც დაუსვეს კითხვა, თქვენ ხომ გემუქრებათ რამეო და არა უპასუხა ჟურნალისტებს დღეს ოცნების ჯერ კიდევ მოქმედმა პრემიერმა, თქვენ რას უკავშირებთ აი ამ სამთავრობო ცვლილებებს? რისი მანიშნებელია ეს რაღაცა გადათამაშება კადრებით ივანიშვილის მხრიდან? სამთავრობო ცვლილებებს და საკადრო პოლიტიკაში რაღაც გარკვეულ ცვლილებებს მაშინ აქვს აზრი, როდესაც რეალურად არსებობს ქვეყანაში ინსტიტუციური სიძლიერე, ინსტიტუციური დამოუკიდებლობა და მაშინ, როდესაც ინსტიტუციების მმართველი პირები დამოუკიდებლები და არიან თავად და ანგარიშვალდებულება აქვთ ხალხის მიმართ, სტრუქტურის მიმართ, ინსტიტუციური მეხსიერება აქვთ ამ ინსტიტუციების მიმართ. ამ შემთხვევაში ჩვენ ვხედავთ, რომ არც ერთი თანამდებობის პირი არ არის აბსოლუტურად დამოუკიდებელი. ვხედავთ, რომ ინსტიტუციები არის უკვე ფიქცია, ვხედავთ, რომ ყოველდღიურად საქართველოს ტოვებს საერთაშორისო ფორუმებს და რეალურად გადაწყვეტილებების მიმღები არის ადამიანი, რომელიც წარმოადგენს ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარეს. ამიტომ დღეს მამუკა მდინარაძე იქნება სუსის ხელმძღვანელი თუ სხვა პიროვნება, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, იმიტომ რომ პოლიტიკის მიმართულებით არაფერი არ იცვლება. ვხედავთ, რომ იავარქმნილი არის ეს ინსტიტუტები, ვხედავთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, ზოგადად ძალოვანი უწყებები არის გამოყენებული პოლიტიკურ ინსტრუმენტებად, ნაცვლად იმისა, რომ საგარეო საფრთხეებზე მუშაობდნენ, ნაცვლად იმისა, რომ მარწესრიგის დაცვაზე მუშაობდნენ და პირიქით ტროტუარზე დგომისთვის აკავებენ ხალხს. ამიტომაც დაკნინებული არის ფუნქციები და როდესაც ასეთი ფასადური ცვლილებები ხდება, რა თქმა უნდა, ეს არ არის არანაირად გადადგმული ნაბიჯები ინსტიტუციური სიჯანსაღისაკენ, არამედ უბრალოდ მორიგი კარუსელები ტრიალებს და რეალურად გადაწყვეტილებები მიიღება კონკრეტული პირების მიერ და აქ არანაირი კავშირი არ არის რაღაც საქართველოს შემდგომ გაძლიერებასთან.